თქვა, ჩააბარებს თუ არა პირველ გამოცდას მოსამართლე ნინო გაუტაშვილი ამ კითხვას პასუხი სულ ცოტა ხანში გაეცემა, რადგან სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს სწორედ 11 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი. საბადრაგო სამსახურმა გლდანის მერვე დაწესებულებიდან პატიმრები საქალაქო სასამართლოში უკვე მოიყვანა. ახლა ისინი ელოდებიან სასამართლოს ხდომის გახსნას და პირველი გადაწყვეტილება, რომელიც გაუტაშვილმა უნდა მიიღოს, სწორედ ის არის, მისცემს თუ არა უფლება სინდისის პატიმრის პატიმრების ოჯახის წევრებს, რომ შევიდნენ ხდომაზე, დაესწრონ სასამართლო პროცესების მიმდინარეობას, მოისმინონ მოწმეთა ჩვენებები, მოусმინონ დაცვისა და ბრალდების მხარეებს. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ თუ მოსამართლემ არ გახსნა სასამართლო პროცესი, ეს შესაძლოა მოსამართლის აცილების საფუძველი გახდეს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ხდომა დახუროს და საზოგადოებას არ მიაწოდოს სრული ინფორმაცია რაც ხდებაში, რა თქმა უნდა, ადვოკატებს გვექნება შესაბამისი რეაგირება. ეს იქნება აცილების სახით თუ სხვა შუამდგომობის სახით, ამას ალბათ ადგილზე გადავწყვეტ, როცა ეს შედეგი დადგება. შესაბამისად, ამოცემულობით ჩვენ დაველოდებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მე დიდი იმედი მაქვს სასამართლო გახსნის ხდომას და მოქალაქეებს მისცემს დასწრების უფლებას. არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პროცესი არ გაიხსნება, მით უმეტეს პირველ დარბაზშია ჩანიშნული, როგორც ვიცით, ყველა ეს დიდი დარბაზია და მიზანი რომ კონდეთ ისევ იმ რეჟიმში გაგრძელება და ხოლო რეჟიმში გაგრძელება ბოლოს და ბოლოს არ ჩანიშნავდნენ პირველ დარბაზში. შესაბამისად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პროცესი იქნება გახსნილი და ბიჭების ახლობლები, ოჯახის წევრები დაესწრებიან პროცესს. ეს პროკურატურა წარმოადგენს შესავალ სიტყვას წესით, დღეს უნდა მოვისმინოთ ის მთავარი არგუმენტები, რომელზედაც ამყარებს პროკურატურა თავის ამ თეთრი ძაფშეკედელ საქმეს და გაიხსნას აუცილებლად ხდომა ხალხისთვის, იმიტომ რომ დღეს თუ ეს არ მოხდა, როდესაც ასეთი საფუძველი არის, შემდგომ გვექნება ვარაუდი იმის, რომ შეიძლება ბოლომდე იყოს დახურული. თუ დღეს ხდომას არ გახსნის მოსამართლე, ჩემი აღქმით ეს იქნება საფუძველი, რომ მოხდეს მისი აცილება. ასეთი საქმეების დახურვა ეს არის კონსტიტუციური დანაწესის და კონვენციის პრინციპის, ანუ პროცესის საჯაროობის წესის უგულებელყოფა. ის რასაც ახლა აკეთებს მოსამართლე რამდენიმე ხდომა, რომ დახურულია პროცესი მონაწილეთა გარდა აი მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის. ეს არის პროცესის საჯაროობის პრინციპის ფეხქვეშ გათელვა. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ სტრასბურგს ამ ყველა ინფორმაციას და ამ უკანონო გადაწყვეტილებებს პერიოდულად გაუგზავნით და ეს არის პირდაპირ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და ყველა ჯერზე ადვოკატები, მათ შორის დღესაც მოითხოვენ, რომ პროცესი გაიხსნას. ეს არის აუცილებელი და მინიმალური სტანდარტი, რომ საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპზე ზოგადად წარმოდგენა შეიქმნას. მოსამართლე გალუსტაშვილმა, რომელიც ჯერჯერობით სანქცირებული არ არის, დღეს უნდა გასცეს კითხვას პასუხი, მისცემს თუ არა შესაძლებლობა სასამართლო პროცესზე დაესწრონ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში, როგორც დამკვირვებლებისთვის, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის დაკეტილი იყო სასამართლო პროცესის კარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორია იქნება სწორედ მოსამართლის პოზიცია. სასამართლო ტარდება დღეს ყველაზე დიდ დარბაზში, სადაც 150 კაცი ეტევა, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მოსამართლემ უკან დაიხიოს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო ხდომა გაიხსნას და დამწრეს საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა ხდომას დაესწროს. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის პროცესები, რომელიც ტარდება საქალაქო სასამართლოში, მათთვის არის შოუს ელემენტების შემცველი და ისინი აქ მოდიან სპექტაკლის საანახავად. მთავარი мотивация კი არის ის, რომ დაკავებული ოჯახის წევრები, მეგობრები მოინახულონ. რო არ გაიხსნა კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ кейსის სირთულეს და ასე რომ ვთქვათ, დადუკაც იმედი აქვს, მე რაღაც იმედი გამისთა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აღარ აიტკიებენ თავს და რადგან ერთხელ დახურავენ, თან მეთმენდეს ეს 11 ადამიანი დიდ დარბაზში უწევთ ამის ჩატარება, ბევრი ხალხი შედის, მაინც რაღაც მოყვება იმ პროცესის მიმდინარეობაში ვარაფერი თქვა ბოლოს მაინც შეძახილებით და დასრულების მერე მაინც ეგრე გამოვდივართ იქიდან. თუ გაიხსნება ძალიან გამეხარდება თუ არა და მიჩვეულები ვართ ხოცის ციელ. ავიც იმედი მაინც გვაქვს, იმიტომ რომ პირველად გვექნება უშუალოდ შეხება მოსამართლესთან. ყველა
მოლოდინით ველოდებით რომ უნდა გახსნას ხდომა, მაგრამ ნახოთ, მოლოდინი რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ მოსულები ვართ შემდგომ სპექტაკლზე და მეტი არაფერი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავდივართ ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლოს ხდომაზე არის ის, რომ ჩვენი ბიჭები ვნახოთ რაღაცა შუშის მიღმა. ტრადიციულად დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრებად საქალაქო სასამართლოში მოვიდნენ პოლიტიკოსებიც, ძლიერი საქართველოსა და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები იმყოფებიან ახლა საქალაქო სასამართლოში და ელოდებიან სასამართლოს ხდომის გახსნას. პოლიტიკოსები ახსენებენ კლანის ლიდერებს, რომ სასამართლო აუცილებელია იყოს ღია და ყველა მსურველს შეეძლოს დასწრება სასამართლო პროცესზე, იმისთვის რომ მათ საკუთარი თვალით ნახონ და მოისმინონ როგორ იქნება მოსამართლეთა ვერდიქტი და თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რადგან მათი შეფასებით სამართლიანი სასამართლოსთვის აუცილებელია ღია იყოს სასამართლოს ხდომები. ის ბრალი, რომელიც ამ ბიჭებისთვის აქვს წარდგენილი, იმდენად აბსურდულია, რომ ქართულ ოცნებას თავის მომხრეებსაც უჭირს, რომ დააჯეროს, რომ მათ რაიმე დანაშაულებრივი ჩაიდინეს. შესაბამისად, მეოთხე სხდომაა, ჩვენ აქ მოვდივართ და სხდომა არის დახურული, შეუძლებელი არის, რომ ჩვენ მოვისმინოთ ის და საზოგადოება მოისმინოს ის სათქმელი, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მათი ბრალი არის სრულიად აბსურდული, ამ ადამიანების სათქმელი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც გარეთ იბრძვის და ვინც ჩაბმული არის ამ წინააღმდეგობაში. ის რომ ოჯახის წევრებს აწვალებენ, გრძელდება უკვე კაიხანია, ერთადერთი მიზანი აქვს, რომ სასჯელის ფორმა არის ეგეთი, რომ ახლობელი ადამიანები, რომელსაც ენატრებათ საკუთარი ოჯახის წევრების თუნდაც თვალით ახლოდან დანახვა, მაგის საშუალებასაც არ აძლევენ. ეს ხალხი იბრძოდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დახსნისთვის რუსული კლანჭებიდან. და ამის გამო არიან ახლა გამოწყლებულები. ყველასთვის ცხადია, რომ ესენი არიან ჩვენი პოლიტიკური პატიმრები ამ წუთისთვის და რეჟიმის სიოსო სამაგალითოდ დასაჯოს, რომ არავის ამ ქვეყანაში აღარ მომდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. მიზანი არის ეს. 11 სინდისის პატიმარი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. არსებითად განსახილველად გადაეცა ეს საქმე სწორედ სასამართლოს. დღეს შესავალი სიტყვები უნდა თქვან ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლებმა და ასევე შესავალი სიტყვის უფლებით 11-ვე ბრალდებული ისარგებლებს. ისინი ისაუბრებენ სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხდომა რამდენიმე წუთში გაიხსნება და პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ უნდა მიიღოს, არის ის, გაიხსნება თუ არა სასამართლო პროცესი, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნაწილობრივ არის ეს პროცესი გახსნილი მხოლოდ მხარეებს და მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს გვაქვს შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში ვადევნოთ თვალი თუ როგორ მიმდინარეობს 11 სინდისის პატიმრის სასამართლოს ხდომა.